გზაფსიუჟეტიანი დეტექტივში მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი მეტ დეიმონი თამაშობს. სურათი სუნგის დინასტიის პერიოდს ეხება, რომელშიც დეიმონი ევროპელი მებრძოლის როლს ასრულებს. სოფლიო ეკრანებზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ერთობლივი ფილმი „ფანტასტიკა დიდი კედელი“ გამოჩნდა, სადაც მთავარ როლებში მსოფლიო კინოვარსკვლავები მეტ დეიმონი და პედრო პასკალი იქნებიან წარმოდგენილი. ფილმის რეჟისორი კინ ჯან იმოუა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩინეთის ფილმოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია. რომ დამირეკეს და ეს როლი შემომთავაზეს ძალიან მოულოდნელი იყო. გულწრფელად გეუბნებით, ვეცადე მთლიანად მოვრგებოდი ამ როლს. ამბავი მე-15 საუკუნეში ვითარდება და მოგვითხრობს ჯარისკაცებზე, რომლებიც კაცობრიობას მითიური არსებების განიცავენ. სიტუაცია კი ლეგენდარული ჩინეთის დიდი კედლის გარშემო ვითარდება. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ავანტიურისტთა ჯგუფი გაემგზავრება ჩინეთში, სადაც შავი დენთის საიდუმლო უნდა მოიპოვოს. მოგზაურობისას მათ ჯერ მომთაბარეები ესხმიან, მერე კი უცნაური არსება. ყველა აუბედითი თავგადასავალის შემდეგ დიდ ჩინურ კედლამდე მხოლოდ ჯგუფის 2 წევრი მივა. გარნიზონის ჯარისკაცების ტყვეობაში მოხვედრისას ისინი შეიტყობენ, რომ 20 საუკუნის განმავლობაში ყოველ მე-60 წელიწადს კედელს ურჩხულები ესხმიან. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც აუცილებელია გვესმოდეს და ვიცოდეთ თუ რას ვაკეთებთ. ფილმისთვის მუსიკა ირანულ-გერმანული წარმოშობის ფილმებისა და ტელევიზიისთვის ორკესტრული მუსიკის კომპოზიტორმა რამინ ჯავადიმ დაწერა. მან სახელი გაითქვა მუსიკით საკულტო სერიალისთვის ტახტების თამაშები, ასევე ფილმებისთვის ვარკრაფტი და რკინის კაცი.